ყოველდღე წელის ტკივილია, რომელიც გადადის დუნდულებზე. ყველაფერი ისე იჭიმება, რომ მოძრაობაც კი რთუნია. ამ ვიდეოში გასწავლი, როგორ განტვირთო წელი სახში, აღჭურვილობის გარეშე, მარტივი გზით. და გულწრფელად რო თქვა, ეს ყველას უნდა იცოდეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დისკის პროტრუზია ან დისკის თიაქარი აქვს. და რაც თავარია, ნახავ რომ ამისთვის არ არის საჭირო იყო გამხდარი, ახალდაზრდა ან კონდეს დიდი მოქნილობა, რომ ზურგის კარგი მოძრაობა კონდეს. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ზურგი ნამდვილად განიტვირთოს და ეს ეფექტი დისკებამდეც მივიდეს, ჯერ უნდა მოვიშოროთ ის, რაც ზურგს აწვება. და ზურგს არ აწვება წონა, არამედ ზოგიერთი კუნთის დაძაბულობა. საუკეთესო გზა, რაც მე ვიცი ამ დაძაბულობის მოსახსნელად, არის 3 ვარჯიშის ერთში გაერთიანება. წავედით. დაიწყეთ ბალიშით, ბალიშს დადებთ, დაწვევით ბალიშზე, დაახლოებით ამ არეში, ჭიპის ქვემოთ და ჭიპსა და ინტიმურ ზონას შორის. კარგი? მუცელზე. მოდით მე აქ ამ ბალიშს გამოვიყენებ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიში, ან დახვეული ზეწარი, დახვეული პივსახოცი, რაც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, რაც უკეთესად იმუშავებს. დაწექით ისე, რომ ეს ადგილი ბალიშის ყველაზე მაღალ ნაწილზე იყოს. ხედავთ, რომ ის მთლიანად მუცელზე არდევს. დაწექით, მაქსიმალურად მოდუნდით. ხედავთ თუ არა? კი. მაქსიმალურად მოდუნდ. ხოლოდ ეს უკვე გძნობთ, როგორ იწევა ხერხემალი ზედმეტი ძალის ხმევის გარეშე. აქ უნდა დარჩე 30 წამით. დინდა ეს შემდეგ დონეზე აიყვანო, გააკეთო უფრო რთული ვერსია. უბრალოდ უფრო ხანგრძლივად ისუნთქე. ნახე რას ვაკვირდები, დააკვირდი ჩემს ხერხემალს. და ნახე რა ხდება, როცა უფრო ხანგრძლივად სუნთქავ. აი. იმ წამს როცა ვწევ ხერხემალს, ის ზემოთ იწელება. იმ დროს როცა ჰაერს უშვებ, ხერხემალი დაბლა ეშვება და ისვენებს. 30 წამი. შემდეგი ნაბიჯია ბალიშის მოცილება. მომეცინება, უბრალოდ ყველაფერი არ დავაგდო აქ, ხო? მოაშორე ბალიში და დაწექი მუცლით ქვემოთ. გახსოვდეს, გააკეთე ეს შენთვის ყველაზე კომფორტულ პოზაში. ხელი ზევით, ხელი ქვევით. სახე ერთ მხარეს. ისე როგორც ჩვენთვის ყველაზე კომფორტულია. აქ ჩვენ ცოტა უფრო ვწელავთ იმ სწორ კუნთებს, რომლებიც იწვევენ ამ წნევას ხერხემალზე, რომლებიც ბლოკავენ ხერხემალს. დინდა შემდეგ დონეზე გადახვიდე. უბრალოდ მოხარე მუხლები და ფეხები გარეთ გაუშვი ძალის დატანების გარეშე. მიეცი ფეხის სწორ მხის ზონას მოკაჩოს. აქ იგრძნობ სუბუქ გაწელვას პირიფორმის და დუნდულის არეში. კარგი? ასევე 30 წამი შეგიძლია დარჩე 1 წუთამდე, თუ ძალიან კარგია, ან თუ ბრძნობ, რომ გჭირდება გაგრძელება. ამ ვარჯიშის, ამ გაწელვის მესამე ნაბიჯი დაძაბულობის მოსახსნელად არის იდახვებზე დაყრდნობა. ასევე 30 წამით სუნთქვაც გეხმარება. მაგრამ თუ მართლა გინდა ეს გაწელვა უფრო ღრმად დაასრულო, ხელები დააყენე მხრების სიმაღლეზე, შეიძლება ქვემოთ ან უფრო ფართოდ. მოადუნე ზურგი და გამოიყენე ძალა ხელებში გასაწელად. გაწელე იმდენად, რამდენადაც კომფორტულად შეგიძლია და დაბრუნდი საწყის პოზიციაში. ამას გააკეთებ 10 ჯერ. როცა ამ ვარჯიშებს ასრულებ, თითქოს ჯადოსნობაა, მაგრამ უკვე გრძნობ, რომ ზურგი უფრო მოდუნებულია, უფრო თავისუფალი და მსუბუქი. ეს უკვე მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს. ეხლა როცა ხერხემლის შეკუმშვა შევწყვიტეთ, შეგვიძლია ნამდვილად გავწელოთ, გავხსნათ და შევქმნათ სივრცე დისკებისთვის და სახსრებისთვის. აქ საწოლის ბოლოში ზუსტად კიდეზე დადებ 1 ან 2 ბალიშს. თუ შენი დივანი მაღალია და ერთ მხარეს არ აქვს სახელური, შეგიძლია დივანზეც გააკეთო. კარგი? ვიცი რომ ზოგი კომენტარებში მკითხავს, უნდა დააწვე ბალიშებზე ზუსტად იმ ადგილას ჭიფსა და ინტიმურ არეშს შორის. კარგი? ნელა წადი, დაწექი ისე თითქოს ბალიშებზე ნელა ეცხობი. აქ ხელები, ზედანაწილი მაქსიმალურად მოდუნე. ნელ-ნელა მიეცი ფეხების სიმძიმეს. შენი ხერხემალი გაწიოს. ეს არის უსაფრთხო გაწელვა შენი ზურგისთვის. აქ 2 მნიშვნელოვანი წერტილია. პირველი, მინდა რომ ამ დროს, როცა აქ იქნები, ნამდვილად მიაქციო ყურადღება, სად სჭირდება შენ ზურგს მოდუნება.
დაინახავ, რომ გონია ზურგი მოდუნებულია, მაგრამ აღმოაჩენ რამდენიმე წერტილს, რამდენიმე ნაწილს ზურგზე, რომლებსაც სჭირდება შენი ყურადღება და რომლებსაც ნამდვილად უნდა შეძლო მოდუნება. საინტერესო ის არის, რომ ადგილი, რეგიონი, ზურგის დონე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მოდუნება, როგორც წესი, ერთ-ერთი ბოლო ან სულ ბოლოა, რომელსაც შეძლებ მოდუნებას. ეს თითქმის ისეა, თითქოს შენ ზურგს ჯერ სჭირდება უსაფრთხოების შეგრძნება, რომ შეძლოს მოდუნება იქ, სადაც ეს საჭირო. მეორე საკითხი ეხება წამოდგომის დროს. შენი წელის ხერხემალი მას აქვს შემცირებული მრუბი, ან ზოგჯერ მრუბის ინვერსიაც კი და ძალიან გაწელილია. ის ძალიან დაუცველ მდგომარეობაშია. დაიმახსოვრე, რომ მას სჭირდება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რომ მოქცეს იქამდე მისვლის საშუალება. ხო, როცა წამოდგომის დრო მოვა, როგორც მოხვდება, ისე არ წამოდგე. მაშ ნელა გადაიტანე წონა ფეხებზე, შემდეგ ხელებზე და ნელ-ნელა წამოდექი, სანამ სრულად არ დადგები ფეხზე. როცა იგრძნობ, რომ წელის ნაწილი თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. იგრძნობ, რომ უფრო ელეგანტური ხარ. თითქოს გაიზარდე და საოცარ მოდუნებას იგრძნობ ხერხემალში. როგორც წესი და რომ სრულყოფილად დავასრულოთ, უნდა შევინარჩუნოთ ხერხემლის განტვირთული მდგომარეობა. და ამას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ გააქტიურებ და გააძლიერებ იმ კუნთებს, რომლებიც ხერხემალს ამაგრებს. ესენია სტაბილიზატორი კუნთები. ძალიან მარტივია, ნახე. ჯერ ნება მომეცი, ავიწიო პერანგი. გონია, რომ შავ პერანგში უკეთ დაინახავ. ჯერ სხეულს უნდა მოუშვა, მუცელი უნდა მოადუნო. ამოისუნთქე და მუცელი შიგნით შეიზიდე. მოდი ესე. მუცელი ისე შეიზიდე, თითქოს ჩიპი ზურგს უნდა მიაბა. მოდი ახლოს მოდი რომ უკეთ დაინახო. ნება მომეცი, ცოტა დავწიო აქ. ესე უკეთ დაინახავ მოძრაობას. კარგი? წავიდეთ, ხო? მოდუნდი. ამოისუნთქე. ჩიპი ზურგისკენ მიიზიდე. შეინარჩუნე ჩიპი ამ პოზიციაში. ისუთქე მოდუმებულად, ისე რომ ჩიპი უკან არ დაბრუნდეს. გრძნობ, რომ ამ კუნთებს ამუშავებ აქ, ამ ბუნებრივ სარტყელს. როცა შეძლებ ამ კუნთის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, მუცლის შიგნით დაჭერას სუნთქვისას, შემდეგ გადახვალ ვარჯიშის მეორე ნაწილზე, რაც უბრალოდ ხერხემლის გაწევა. წაიღე თავის წვერი ჭერისკენ. იგრძნობ, როგორ იღვიძებს ხერხემლის უკანა მხარის კუნთები. სწორედ ეს გვინდა ჩვენ. ამ პოზიციაში შენ გვერდებიდან წელის სარეს სარტყელით იჭერ და ხერხემალს უკნიდან ამაგრებ. ამიტომ შენ ხერხემალს სტაბილურობას აძლევ, დარჩი ამ პოზიციაში 3 ჯერ დაღლამდე. როცა ხედავ, რომ ეს უკვე დიდი ძალის ხმევა, უბრალოდ მოდუნდი. ცოტა გაიარე, როცა დაისვენებ, დაბრუნდი და გაიმეორე ეს ციკლი 3 ჯერ დაღლამდე. დამატებითი რჩევა. ამ ვარჯიშის გაკეთება შეგიძლია ნებისმიერ პოზაში, დგომით, ჯდომით, წოლით. თუ ამ კუნთებს დღეში რამდენჯერმე ააქტიურებ, გაამაგრებ იმ კუნთებს, რომლებიც ხერხემალს ამაგრებს, თავიდან აიცილებ მათ დასუსტებას და შეამსუბუქებ იმ დაძაბულობას, რომელიც ხერხემალს აწვება. და რაც თავარია, ყველაზე რთულ დღეებშიც კი დრის ბოლოს შვებას იგრძნობ. შემდეგი ნაბიჯია ისწავლო, როგორ ამოიცნო, როდის აპირებს შენი ხერხემალი გაჭედოს. და მე გაჩვენებ 3 ნიშანს, რომელსაც ჩვენი ხერხემალი გვაძლევს ტკივილის კრიზისამდე ამ ვიდეოში. უბრალოდ დააცკაფონე აქ ეკრანზე. და შენთვის, ვინც ბოლომდე უყურე და აქამდე მოხვედი, მე საჩუქარს გიტოვებ. ეს არის ვიდეო, სადაც მთელი ეს ვარჯიშების სერია უწყვეტად მე გითვლით თითოეული ვარჯიშის დროს, რომ უბრალოდ ჩართო და ერთად შემომიერთდე ამ რუტინაში. დაიმახსოვრე, თუ დღეს დაგეხმარე, თუ რამე ახალი ისწავლე, მადლობა გადამიხადე ამ ვიდეოს გაზიარებით, იმასთან ვისაც სჭირდება. მხოლოდ ამას გთხოვ, აქ ვასრულებ. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.